ბათუმის ახალი ოპერის შენობამ კი დღეს მუსიკალური ნათლობა მიიღო. პლასიდო დომინგომ შენობის აკუსტიკა საკუთარი ხმით შეამოწმა. განახლებულ ბათუმს ცნობილი ტენორი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ათვალიერებდა. მანამდე კი მაესტრო მიხეილ სააკაშვილის საკუთარ შთაბეჭდილებებზე ესაუბრებოდა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმ წლებსაც იხსენებდა, როდესაც სოფლიოში აღიარებული საოპერო ვარსკვლავის სანახავად ნიუ-იორკში ბილეთების რიგში უწევდა დგომა. ბათუმის ახალი ოპერა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, უკვე მოინათლა. პლასიდო დომინგომ თეატრის აკუსტიკა მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისობაზე პირადად შეამოწმა. ამისთვის კი მან საუკეთესო ინსტრუმენტი, საკუთარი ხმა გამოიყენა. Bravo, თქვენ უკვე მონათლეთ ეს დარბაზი. ხედავთ მუშებს გაოცებულები გისმენდნენ. ეს არია არ არის, ეს ლოცვაა. აქ აუცილებლად უნდა დაუბრუნდე. ახლად მონათლული ბათუმის ოპერის შენობა განახლების პროცესშია, ამიტომ დასრულებული სახით მისი ხილვა ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოებზეა შესაძლებელი. შესასვლელი იქნება აი ამ მხრიდან, იქვე იქნება ქვედა სართულზე ჩასასვლელი. აქ კი დარბაზი იქნება. ოპერის დათვალიერებამდე პრეზიდენტი და პირველი ლედი მსოფლიო ტენორს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვდნენ. როგორ ბრძანდებით, გაიცანით, ეს ჩემი მეუღლეა სანდრა. სინამდვილეში კი მათ ერთმანეთი პირველად დიდი ხნის წინ გაიცნეს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ და პლასიდო დომინგოს წარმოდგენებზე დასასწრებად ბილეთების რიგში საათებს ატარებდნენ. გვინდა მოგესალმოთ. სანდრას გავახსენებთ, რომ როდესაც ნიუ-იორკში ცხოვრობდით, ყოველ შაბათს დილის 5 საათზე ვიღვიძებდით. ჩვენ ცხოვრობდით ცენტრალური პარკის დასავლეთ მხარეს, გადავდიოდით თელგზას მეტროპოლიტენამდე. გვეწერებოდით რიგში და უკვე დილის 9 საათზე სალარო იღებოდა. უკვე შეგვეძლო მთელი კვირის ბილეთების შეძენა ამ შესანიშნავ წარმოდგენებზე დასასწრებად, მათ შორის თქვენს პრემიერებზეც. ერთხელ თქვენთან ავტოგრაფის ასაღებადაც მოვედით, თქვენ ისეთი მომთმენი იყავით. ხელი რომ მოგეწერათ ყველა მსურველისთვის მთელი საათიც კი დაგიხარჯავ თამაში. მე მინახავს სხვა ვარსკვლავებიც, რომლებიც ახლოს არ იკარებდნენ ადამიანებს და ზოგჯერ მათ უხეშადაც ექცეოდნენ. ასე რომ ჩვენ მივდიოდით ვიდექით რიგში, რადგან სხვა დროს ჩვენ როგორც წესი ფეხზე დასადგომი ადგილები გვქონდა. მეტროპოლიტენში კი ბილეთები ერთი წლით ადრე იჯავშნებოდა და როდესაც გაქვთ ასეთი ბილეთი, დასაჯდომ ადგილსაც შევულობ. ასე მივეჩვიეთ, სხვათა შორის სანდრას დედა ჩვენთან ერთად ოტელოს პრემიერაზე იმყოფებოდა. მას თქვენი უამრავი საოცარი ფოტო აქვს. მე მახსოვს, რომ აპლოდისმენტები ამ პრემიერაზე 15 წუთი გრძელდებოდა. ეს ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება იყო. That's how we got addicted to all days when I sang first. დიახ, მართლაც ასე იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი აღფრთოვანებული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, როდესაც პირველად ვიმღერე პაატასთან ერთად, მაშინ უთხარი, როცა მე პირველად ჩავალ შენს ქვეყანაში, იქ უნდა დამხვდე. და ასევე, როდესაც ეთერიმ გაიმარჯვა ჩემს მეორე კონკურსში, იგივე უთხარი, როდესაც იქ ჩავალ, შენ უნდა იმღერო. ასევე ლადოს და ყველა მომღერალს, რომელთან ერთადაც მე მიმღერია. ყველას ვეუბნებოდი, თქვენ აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ სახლში, როდესაც მე იქ ჩავალ და სულ რაღაც 2 დღის წინ ვიდრე ჩამოვიდოდი, მე გამახსენდა, რომ ქეთევანიც აქედან არის. ვენიდან ისიც ჩამოვიდა, ასე რომ პრაქტიკულად ყველა ქართველი მომღერალი, ვისთანაც მე მიმუშავია, აქ იმყოფება და ამაზე უფრო ბედნიერება ჩემთვის წარმოუდგენელია. გაოცებული დავჭი, როგორი ხდება ეს ქალაქი. ის, რასაც მე ვხედავ, ფაქტია, რომ ტურიზმისთვის იდეალური ადგილია. მთელი ეს სასტუმროების ზღვა თითქმის 8 მილია. სააკაშვილისა და დომინგოს შეხვედრას კიდევ ერთი ქალბატონი ესწრებოდა. მოქანდაკე თამარ კვესიტაძე, გიგანტური სიყვარულის ქანდაკების ალისა და ნინოს ავტორი. ესპანელ ტენორზე მისმა ნაწარმოებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ქანდაკების ავტორის გაცნობა თავად ისურვა. მე ახლა მინდა გაგაცნოთ მოქანდაკე, ტელევიზორით გნახეთ როგორ ათვალიერებდით მის ქანდაკებას. აი ისიც. ეს ის მოქანდაკეა? მე ვეკითხებოდი, შესაძლებელი იყო თუ არა თქვენთან შეხვედრა. თქვენ საოცარი ქანდაკება შექმნით, სიყვარულის მშვიდობის სიმბოლო, ქალი და მამაკაცი, რომელიც კაცობრიობას წარმოადგენს. და ის გზა, თუ როგორი თვალით ხედავთ თქვენ ამ ყველაფერს, ის ისეთი ლამაზია. თავდაპირველად ქანდაკება ძალიან მცირე ზომის იყო. ჩვენ შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ დიდი გაგვეკეთებინა. მოვძებნეთ კომპანია, რომელმაც ტექნიკურად შეძლო ამის გაკეთება. ეს მხოლოდ ტექნიკური მხარე იყო, მაგრამ მთავარი მოქანდაკემ შექმნა. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი დიდი ქანდაკება 6 თვეში და საქართველოში კიდევ ერთ ადგილას გვეგმოთ ახალი დიდი ქანდაკების დადგმას. ასე რომ ჩვენ ნამდვილი გენიოსი გვყავს. მაგრამ ის რაც აქ ვნახე, ყველამ უნდა ნახოს და მარკეტინგიც ამ კუთხით უნდა დაგეგმოთ. ეს უნიკალურია.
კარგი სიახლე ისაა, რომ თუ ადრე მხოლოდ უცხოელი არქიტექტორები და მშენებლები ჩამოყავდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქართველები შემოგვიმატნენ, რაც კარგია, რადგან ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი არქიტექტურა, აქვს კარგი ოპერა, მას ასევე უნდა ყავდეს კარგი ფეხბურთიც. ახლა რენესანსის პერიოდი გვაქვს. ნახეთ სცენა, ძალიან ლამაზია, გასაოცარია ის ლამაზე, რომელიც იქ დაგხვდებათ. ბათუმის პიაცაზე კი პლასიდო დომინგოს მისი ქართველი კოლეგები და კიდევ ერთი ქანდაკება ელოდებოდა. ამჯერად უფრო მცირე ზომის და უფრო ნაცნობი. ამ ქანდაკების შთაგონების წყარო ნინო სურგულაძეა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე წუთში კი მომღერლების ადგილი მხოლოდ უზარმაზარ სცენაზე დარჩა. ბათუმის პიაცა მთლიანად 2000-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა მსმენელმა დაიკავა.